გადავშალოთ ბიბლია ესაიას წიგნი 22 თავი. კითხულობთ პირველ 14 მუხლს. წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა მოგივიდა შენ რომ მთლიანად ახვედი ერდოებზე? ღელვარებით სავსე ხმაურიანო ქალაქო. შენი დახოცილნი მახვილით არ დახოცილან და არც ბრძოლაში დაღუპულან. ყველა შენი წინამძღოლი ერთად გაიქცა, უმშვილდოდ იქნენ შეპყრობილნი, ყველა ვინ შენგან დარჩა ერთად არიან შეპყრობილნი. თუმცა შორს გარბოდნენ ისინი. ამიტომ თქვი მე, პირი შემაქციეთ, მწარეთ უნდა ვიტირო მე. ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის უბედურების გამო. რადგან უფალ ცაბაოთისაგან აურზაურისა და მარცხის და დაბნეულობის დღეა. ხილვათა ხეობაში კედლებს ანგრევენ და მთისაკენ გაჰყვირიან. და ყელამს მიაქვს კაპარჭი, მეეტლებითა და მხედრებით, ხოლო კირი ფარსაშიშვლებს. შენი ნარჩევი ხეობები ეტლებით ივსება და მხედარნი კარიბჭის პირდაპირ დაეწყნენ. ახთილია იუდას საფარველი და შენ შეხედე იმ დღეს მაღნარის სასახლის საჭურველს. და იხილე თქვენ, რომ გამრავლდა ბზარები დავითის ქალაქში და აგროვებდით წყალს ქვემო აუზისა და ითვლიდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად და მოაწყვეთ საცავი ორ გალავანს შორის ძველი აუზისათვის, არ შეხედეთ მის გამკეთებელს და ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ. მოუხმობს უფალი ცაბაოთი იმ დღეს სატირლად და საგლოვა თმების დასაგლეჯად და ძაძების შესამოსად. მაგრამ აილხინი და მხიარულება, კვლავ ძროხას და ყელს ჭრიან ცხვარს, ჭამენ ხორცსა და სვამენ ღვინოს, ჭამეთ და სვით, რადგან ხვალ დაიხოცებით. და ყურში გამიმხილა უფალმა ცაბაოთმა, არ მიგეტევება თქვენ ეს ურჯულოება, მანამ არ დაიხოცებით, თქვა უფალმა ცაბაოთმა. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც ჩვენ გვაქვს ნათელი, გაცხადება შენი ნებისა. მოგვანიჭე, რათა სულიწმიდის მადლით ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას. მოგვეცი უფალო, რათა გწამდეს შენი ძე იესო ქრისტე. დაგვიმკვიდრე საუკუნოს სიცოცხლე. შენს ძესთან მოზიარეობაში. მოგვეცი უფალო, გაბედულება, რათა ვაუწყოთ ჩვენი რწმენა. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ჩვენ ნაწყვეტში ასახული ამბავი ძალიან წააგავს ერთი პოემის სიუჟეტს. 1816 წელს ედინბურგში გამოქვეყნდა ბრიტანელი პოეტის ჯონ ვილსონის, მისი ფსევდოსახელია კრისტოფერ ნორთი, დრამატურგიული პოემა სამი აქტისგან შემდგარი, სახელწოდებით შავი ჭირის ქალაქი, The City of the Plague. და ამ პოემის მთავარი გმირი ფრანკფორტი თავის მეგობართან ერთად ჩამოდის ქალაქ ლონდონში და ხედავს, რომ ლონდონში მძინვარებს შავი ჭირი და ხალხი იხოცება. და ის აღმოაჩენს არაერთგვაროვან რეაქციას, ქმედებებს ადამიანებისა აი ამ ქალაქში. და იცით რას ხედავს? იქ დახვდება თავისი სატრფო, თავისი დედა, როგორც ამ პიესაში არის გადმოცემული. ანუ ხალხი კვდება, ჭირია. და ხედავს, რომ ზოგიერთები აი ამ ჭირის, აი ამ უბედურების დროს, აი ამ სიკვდილიანობის დროს ნადიმობენ.
ჭამენ, სვამენ, ხარობენ. სხვები ლოცულობენ. არიან ისეთები, რომლებიც ჭკუაზე შეიშალნენ. არაერთგვაროვანი რეაქცია გასაჭერის დროს. ერთნი ეცემიან განცხრომას, მეორენი ლოცულობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ნახულობენ ვერანაირ გამოსავალს. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე, რომელიც საღვთო წერილში არის არაერთგზის გაცხადებული. რას ვაკეთებთ ჩვენ გადარჩენასთან დაკავშირებით? თქვენ იცით, რომ სინამდვილეში ბიბლიის ენით წუთი სოფელში მძვინვარებს შავი ჭირი. მართლა, სერიოზულად. ასე წერია ადამში ყველამ შევცოდეთ. ეს არის ეპიდემია. არავინ არის მართალი. ყველა კვდება. და თითქოს კაცობრიობა არის გადარჩენის მოლოდინში. მას სურს მოიპოვოს გადარჩენა. მაგრამ ზოგიერთები საერთოდ ყველანაირ იმედს კარგავენ. და აღარც კი ფიქრობენ ამ გადარჩენაზე. სხვები კი ეძებენ ამ გადარჩენას რელიგიაში. ის რა ჩვენ წავიკითხეთ ესაიას 22 თავში არის ანალოგიური სიტუაცია, რაც ზემოთხსენებულ პიესაში არის გადმოცემული, რაც გითხარით, რომ საღვთო წერილის თანახმად მთელი წუთი სოფელი ბოროტებაში წევს, ძევს, იმყოფება, იხრჩობა და ჩვენ ვართ ამ წუთი სოფელში. იერუსალიმი, ქალაქი, სადაც იყო ტაძარი, რომელიც ღმერთმა ამოირჩია თავისი ერისათვის, რათა იქ დაევანა თავისი სახელი, აღმოჩნდა განადგურების, საშიშროების წინაშე. ის რაზეც ლაპარაკობს ესაია, ეს არ არის პიესა, ეს არ არის რაღაცა გამოგონილი, ეს არის ნამდვილი ამბავი, ნამდვილი საშიშროება, რომელიც ემუქრებოდა იერუსალიმს, კერძოდ ასირიელების მხრიდან. ასირიელები შემოესივნენ იუდეას და ააოხრეს. 40-ზე მეტი ქალაქი დაიპყრეს და ის შეუტიეს იერუსალიმს. იერუსალიმის მეფეს მოუხდა ძალიან დიდი ხარკის გადახდა, რომ დაეხსნა ქალაქი. ეს ხდებოდა ჩვენგან ძალიან შორს წარსულში, ქრისტეს შობამდე, დაახლოებით მე-7 საუკუნეში. შეხედეთ, აი ამ ამბავში რა არაერთგვაროვანი გამოვლინებებია ღვთის შვილების მხრიდან. რა არაერთგვაროვანი. ჩვენ შეიძლება მოვხაზოთ 3 კონკრეტული გამოვლინება, ან მდგომარეობა, ან მიმართება გადარჩენასთან მიმართებაში. ერთს ქვია ყველანაირი იმედის დაკარგვა. შეხედეთ, აქ წერია,
მაგრამ აილხინი და მხიარულება. კლავენ ძროხას და ყელსჭრიან ცხვარს, მე-13 მუხლი. ჭამენ ხორცსა და სვამენ ღვინოს. ჭამეთ და სვით, რადგან ხვალ დაიხოცებით. რეალური საშიშროება ქალაქი უნდა იყოს აღებული. არანაირი იმედი. მოდით ვჭამოთ, ვსვათ, მივეცეთ განცხრომას, დავტკბეთ დღევანდელი დღით, მოვწყვიტოთ ბედნიერება წამიერი, იმიტომ რომ ხვალ მაინც მოვკვდებით. ეს არის ერთი მდგომარეობა, ყველანაირი იმედის დაკარგვა. მეორე მდგომარეობა, მეორე მიმართება, მეორე პოზიცია. მოცემული არის მე-11 მუხლში და მოაწყვეთ საცავი ორგალავან შორის, ძველი აუზისათვის, მე-10 მუხლში და ითვლით იერუსალიმის სახლებს და ანგრევთ იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად. შეხედეთ, მოქმედებენ. თითქოს ეს ბუნებრივია, აბა რა უნდა გააკეთონ? ზოგიერთი მოეშვა საერთოდ, დაკარგა იმედი. მაინც დავიხოცებით. მოდით დავტკბეთ დღევანდელი დღით. სხვებმა თქვეს არა, მოდით შევეცადოთ, გადავრჩეთ, დაიწყეს გალავნის გამაგრება, სახლების დანგრევა. შეხედეთ მე-9 მუხლში და იხილეთ თქვენ, რომ გამრავლდა ბზარები დავითის ქალაქში და აგროვებდით წყალს ქვემო აუზისა. წყლის შეგროვება. რა არის თითქოს ამაში ცუდი? აი რა. არ შეხედეთ მის გამკეთებელს და ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ. ყველაფერი ეს გააკეთეს ღვთის გარეშე. მეორე მდგომარეობას ჰქვია საკუთარი ძალებით გადარჩენის მცდელობა. პირველი უიმედობა. მეორე საკუთარი ძალებით გადარჩენის მცდელობა. და რა თქმა უნდა, აი აქ ჩანს იკითხება მესამე მდგომარეობა. რა არის მესამე მდგომარეობა? ერთს ქვია იმედის დაკარგვა, უიმედობა, მაინც არაფერი არ მეშველება. მეორეს ჩემი ძალებით გადავირჩენ თავს. და რა არის მესამე მდგომარეობა? ღვთისათვის მოსაწონი და მისაღები. მესამე მდგომარეობას ქვია ღმერთზე იმედის დამყარება. როგორც წმინდა ბასილი ამბობს, არ დაკარგოთ გადარჩენის იმედი. მოდით ცოტა უფრო მეტად წავიწიოთ ჩვენი ტექსტის განხილვაში. ჯერ ერთი მე მინდოდა რომ დაგვენახა ეს სამი ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება. არა გამოგონილი, არამედ რეალურად მომხდარი იერუსალიმში. რეალური მტრის წინაშე. რეალური საშიშროება. ჩათვალეთ რომ მათ დაუსვეს დიაგნოზი, უნდა მომკვდარიყვნენ. მტერი ახლოს იყო, სიკვდილი მოუახლოვდა, სიკვდილს უკვე უყურებდნენ თვალებში. გადარჩენა სჭირდებოდათ მათ. ზოგმა თქვეს უარი, ყველანაირ გადარჩენაზე ხელი ჩაიქნიეს და აირჩიეს დღევანდელი დღით ცხოვრება იმ დღეიდან, იმ დღეებით, იმ საათებით, რაც დარჩენოდა. სხვებმა თქვეს არა, მოდით გავამაგროთ გალავანი, შევაგროვოთ წყალი, დავანგრიოთ სახლები, დავიწყოთ მცდელობები. და თითქოს ის მესამე მდგომარეობა დაიკარგა. და შეხედეთ მე-14 მუხლი, როგორ მთავრდება ჩვენი ნაწყვეტი. მიაქციეთ ყურადღება, ყურში გამიმხილა უფალმა ცაბაოთმა, ყურში მითხრაო. ეს ძალიან გამომხატველი ნათქვამია. ანუ ძალიან კონკრეტულად მითხრაო, ყურში ჩამძახაო. შორიდან კი არ მითხრაო, რომ ვერ გამეგო, ყურში მითხრაო, რომ კარგად დამემოხსოვრებინა ეს სიტყვებიო. არ მიგეტევება თქვენ ეს ურჯულოება. მანამ არ დაიხოცებით, თქვა უფალმა ცაბაოთმა. ჩვენი ნაწყვეტი იწყება ასეთი ნათქვამით, ასეთი სიტყვებით. წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რას ნიშნავს ეს ხილვათა ხეობაზე? რა ხილვათა ხეობაზე აქვს საუბარი? შეხედეთ თქვენს ტექსტს. პირველი მუხლი, ხილვათა ხეობა, მე-5 მუხლი, ხილვათა ხეობა. რა ხილვათა ხეობა? რა ხილვათა ხეობაზე აქვს საერთოდ ლაპარაკი? არსებობს სხვადასხვა განმარტება, ინტერპრეტაცია აი ამ სიტყვებისა, მაგრამ ძირითადად საერთო აზრის მიხედვით აქ არის ლაპარაკი იერუსალიმზე.
ასე უწოდებს ესაია იერუსალიმს, ხილვათა ხეობა. ანუ რას ნიშნავს? ადგილი, სადაც ესაია იღებდა ხილვებს. როგორ იწყება ესაიას წიგნი? პირველივე სიტყვები რა არის ესაიას წიგნის? ხილვა, რომელიც იხილა ესაია. ეს იყო წინასწარმეტყველი, რომელიც ღებულობდა ხილვებს უფლისაგან. ვიზიონერი, მხედველი. სად ღებულობდა? იერუსალიმში. იერუსალიმი წარმოდგენილია როგორც ხეობა, არა და გეოგრაფიულად ის ხეობა არ არის, მაგრამ როგორც ჩავარდნილი ადგილი. მთებს შორის მოქცეული. თუმცა არსებობს სხვა განმარტება ამ ხილვათა ხეობის შესახებ და ხილვათა ხეობა ამ განმარტების მიხედვით არის იერუსალიმთან ახლოს მყოფი ხეობა, სადაც წარმართულ რიტუალებს ატარებდნენ. ანუ უარყოფითი მნიშვნელობით გაგებულია ეს ორი სიტყვა. ახლა კი მოდით შეხედეთ, რატომ დაემართა იერუსალიმს, ანუ ამ ხილვათა ხეობას ის რაც დაემართა, რაც აი ამ ტექსტში აღწერილი. აი ეს სიტყვები მტრების მოახლოება, შეხედეთ, ღელვარებით სავსე ხმაურიანი ხმაურიანო ქალაქო, შენი დახოცილნი מחვილით არ დახოცილან და არც ბრძოლაში დაღუპულან, ყველა შენი წინამძღოლი ერთად გაიქცა, უმშვილდოდ იქნენ შეპყრობილნი, ყველა ვინ შენგან დარჩა ერთიანად არიან შეპყრობილნი. იმდენად დიდი უბედურება იყო, რომ შეხედეთ რა თქვა წინასწარმეტყველმა, ამიტომ ვთქვი მე, პირი შემაქციეთ, ანუ თავი დამანებეთ, მწარეთ უნდა ვიტირო მე, ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას. ჩემი ერის ასულის უბედურების გამო. უბრალოდ გავიაზროთ რა უბედურებაზეა, იმხელა უბედურება მოდიოდა, რომ წინასწარმეტყველმა თქვა გამეცალეთ, ნუ მანუგეშებთ. მინდა ვიტირო და მწარეთ ვიტირო. რატომ, რის გამო? შეიძლება თავად ტექსტში ჩვენ ვერ ვნახოთ პირდაპირ მინიშნება რატომ მოხდა, მაგრამ ზოგადად თუ ჩვენ თავად ამ წიგნს, ესაიას წიგნს მიუბრუნდებით, და არა მარტო ესაიას წიგნს, აღმოვაჩენთ, რომ ასეთი უბედურებები და დაღუპვები ცოდვის შედეგად იჩენდა თავს. თუმცა ტექსტში არის მაინც მინიშნება. არის ერთი შესანიშნავი წიგნი, განმარტებათა წიგნი, 3 მეცნიერის მიერ დაწერილი, ესენი არიან ვოლტონი, მეთიუზი და ჩავალესი, ძველი აღთქმის სპეციალისტები, მეცნიერები და ისინი ამტკიცებენ, სხვადასხვა ეს იმდენად პოპულარული განმარტება აი ამ 3 ავტორისა, რომ თქვენ შეიძლება მოიძიოთ მართლმადიდებლურ წყაროებში. არა და არის არა მართლმადიდებლური, ანუ ქრისტიანული, მაგრამ არა უშუალოდ მართლმადიდებლური სახელმწიფო. თუმცა ეს არის მეცნიერული ნაშრომი, განმარტებანი ძველი აღთქმისა, ისტორიული, კულტურული თვალსაზრისით. აი რას ამტკიცებენ ეს სპეციალისტები თავიანთ კომენტარებში, რომ აქ არის მინიშნება, რატომ დაემართა ხილვათა ხეობას, ანუ იერუსალიმს ეს უბედურება. ნახეთ, პირველ მუხში, მეორე ნაწილში, რა მოგივიდა შენ, რომ მთლიანად ახვედი ერდოებზე? რას ნიშნავს ეს გამონათქვამი? ბევრ კომენტარში შეგეძლიათ წაიკითხოთ, ახვედით ერდოებზე ნიშნავს ავიდნენ მაღლა, ერდო ნიშნავს ბანს, ანუ გაბრტყელებული სახურავი. ეხლაც იერუსალიმში გაბრტყელებული სახურავებია, ანუ სახურავებზე იკრიბებიან. სახურავი ასე არ არის როგორც ჩვენთან იქ. სახურავი ასეა ბრტყელი. კი, ადიან, სხედან, დროს ატარებენ, ჭამენ, ასეთი სახურავებია, ბანებია, ერდოებია. ბანი, ანუ გაბრტყელებული სახურავი. და გავრცელებული კომენტარის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მრავალ წყაროში, ასვლა ერდოებზე ნიშნავს ავიდნენ, რათა დაენახათ მტერი, ანუ სიმაღლეზე ავიდნენ, რათა მომხთური, მომსვლელი მტერი დაენახათ. მაგრამ ვოლტონი, მეთიუზი და ჩავალესი ამტკიცებენ, რომ აქ ლაპარაკი არის სულ სხვა ასვლაზე. აი რა ასვლაზე? ერემიას 19 თავის 13 მუხლში რა წერია ბანებზე.
ანუ სახურავებზე. მიაქცეთ ყურადღება და იქნება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლი. ეს არის იერემიას 19 თავის 13 მუხლი. თოფეთის ადგილივით შებილწული ყველა ის სახლი, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ცის მთელ მხედრობას და საღვრელს უღრიდნენ უცხო ღმერთებს. გვესმის ხო რაზეა ლაპარაკი? ერდოებზე ადიოდნენ, რათა წარმართული რიტუალები შეესრულებინათ. უღრიდნენ საღვრელს და თაყვანს სცემდნენ მხედრობას, ანუ ვარსკვლავებს, მზეს, მთვარეს. ამ სპეციალისტების თვალსაზრისით პირველივე მუხლში ესაია გამოდის როგორც მხილებელი. წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე რა მოგივიდა შენ, რომ მთლიანად ახვედი ურდოებზე, ანუ რატომ ახვედი, რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ, რატომ სცემ თაყვანს უცხო ღმერთებს, რატომ ღვრի საღვრელს სხვა ღმერთების წინაშე, ერდოებზე ადიოდნენ. ანუ როგორც გითხარით, ერდოებზე ადიოდნენ არა მარტო დროის გასატარებლად მოზიარეობისათვის, არამედ ერდოებზე ადიოდნენ აგრეთვე საზიზღარი წარმართული თაყვანისცემების შესასრულებლად. ესაია, ისევე როგორც ყველა სხვა წინასწარმეტყველი, გამოდის როგორც შეურიგებელი, მხილებელი, მამხილებელი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვისა ღვთის ერში, რომელსაც ქვია უცხო ღმერთების თაყვანისცემა, რომელიც ღმერთის თვალში აისახებოდა და განიხილებოდა როგორც ღალატი, როგორც მრუშობა, როგორც განდგომილება. აი თუ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას, როდესაც ვკითხულობთ ესაიას და სხვა წინასწარმეტყველებს, თვალშისაცემია, რომ აი ამ ცოდვაზე ყველაზე მეტი არის აქცენტი გაკეთებული. ღვთის შვილები ხშირად იწყებდნენ სხვა ღმერთების თაყვანისცემას და არღვევდნენ პირველ მეორე მცნებას. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემ წინაშე. არ გაიკეთო კერპი, არც გამოსახულება, როგორც პირველი მეორე მცნება აცხადებს. აი მათი ასვლა ერდოებზე შესაძლებელია იყოს მამხილებელი სიტყვა იმის შესახებ, თუ ისინი ამ ერდოებზე რას აკეთებდნენ და კერძოდ ისინი თაყვანს სცემდნენ უცხო ღმერთებს. ჩვენ თქვით, რა ადგილზეა ლაპარაკი? ჩვენ თქვით, რატომ ხდებოდა იერუსალიმში ის, რაც არის აქ აღწერილი და დასაწყისში ვთქვით სამი კონკრეტული მდგომარეობა და პოზიცია გადარჩენასთან მიმართებაში. კითხვა, რომელიც ჩვენს თავებს უნდა დაუსვათ. ჩვენ რა მიმართება გვაქვს? ჩვენ რა პოზიციაზე ვდგავართ? ჩვენ რა ფილოსოფიას ვიზიარებთ? ჩვენ როგორ ვეკიდებით ჩვენს გადარჩენას? როგორ ვუყურებთ სიკვდილს თვალებში? როგორ ვიქცევით წუთის სოფელში, რომელშიც გავრცელებულია შავი ჭირი, ცოდვა, ნგრევა, წყევლა? მივეცემით ყოველდღიურ განცხრომას, სიტკბოებას, ჩვენი ხორცის სურვილისამებრ ვიწყებთ ცხოვრებას, რომ არაფერი არ მოვიკლოთ, ყველაფერი მივიღოთ, იმიტომ რომ მაინც კვდებით და რა მნიშვნელობა არის, რა მოხდება შემდეგ. თუ ვიწყებთ საკუთარი თავის გადარჩენას საკუთარი ძალებით, როგორც იერუსალიმში აკეთებდნენ, კიდევ არის მესამე არჩევანი. ვამყარებთ იმედს და რწმენას ერთადერთზე, რომელსაც შეუძლია ჩვენი ნამდვილი გადარჩენა. აქ წერია,
არ შეხედეთ მის გამკეთებელს, ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ. აი ამ ორ მტრიალში ჩვენ შეიძლება არ დავინახოთ თავარი. არ დავინახოთ, ჩვენი თავები დავინახოთ, მაგრამ ის არ დავინახოთ, ესაიას სიტყვები თუ ვიტყვით, ვინც არის შემწე ჩვენი გადარჩენისა. წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ აი ესაიას წიგნის განმარტებებში, რომ ამაოა ადამიანური დახმარება, ადამიანური ძალა. და ჩვენ უნდა მივეწეპოთ ერთადერთ ღმერთს, ამბობს წმინდა კირილე. რატომ? იმიტომ რომ ის არის მაცხოვარი თავისი მოყვარულებისა. ანუ წმინდა კირილეს ლოგიკა ძალიან მარტივია გასაგებად. ამაოა адамიანური შეწევნა, უნდა მივეწეპოთ ერთადერთ ღმერთს, ამბობს ეკლესიის მამა, იმიტომ რომ ის არის მხოლოდ მხსნელი. გავიხსენოთ იესო ქრისტეს საოცარი იგავი დაკარგულ ძეზე. ორი მდგომარეობა, როგორც ესაიაში, წარმოდგენილი ამ იგავში. დაკარგული ძე და სახში დარჩენილი ძე. ერთიც და მეორეც. მამის სახლისაგან დაშორებით აღმოჩნდნენ. ორივენი. მაგრამ რა არის მათ შორის განსხვავება? ვინ არის დაკარგული ძე ამ იგავში? ვისგან სახიერებს? ვისგან ასახიერებს? და უფროსი ძე ვისგან ასახიერებს? აშკარაა ტექსტიდან, სახარების ტექსტიდან, ეს არის ლუკას სახარება მე-15 თავი. იესო ქრისტემ ეს იგავი თქვა ფარისევლებისთვის. ანუ მათთვის, რომელნიც საკუთარ თავს იმართლებდნენ საკუთარი ძალებით. მარხვებით, ლოცვებით და ცდილობდნენ ღმერთის წინაშე გამართლებულიყვნენ, ანუ გადაერჩინათ თავი, დაეძლიათ დაღუპვა და ცხონებულიყვნენ საკუთარი ძალებით, საკუთარი სიმართლით. უმცროსი ძე აშკარაა, განასახიერებს სოდვილებს, რომლებმაც მიატოვეს მამის სახლი, აიღეს მამის მემკვიდრეობა და გაფლანგეს ყველაფერი ეს განცხრომაში. ანუ თუ სახარების ენით ვიტყვით, უმცროსი ძე შეიძლება შევადაროთ მეზვერეებს, წარმართებს, რომლებიც აშკარად უღმერთო ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებსაც არ აინტერესებთ გადარჩენა, არ ფიქრობენ, არ ზრუნავენ საკუთარი თავის გადარჩენაზე და ისინი ცხოვრობენ თითოეული წამი, თითოეული დღით. მინდა გითხრათ, რომ აი ეს სიტყვები წმინდა პავლე მოციქულს გამეორებული აქვს. აი ეს სიტყვები პირველ წერილში კორინთელთა მიმართ მე-15 თავში. ჭამოთ და ვსვათ, ვინაიდან ხვალ დავიხოცებით. გაგახსენდათ? ანუ იმ კონტექსში, სადაც ის ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც აღარ სჯეროდათ სხეულის აღდგომა, კვდრების აღდგომა. გაგახსენდათ მე-15 თავი. სად ლაპარაკობს წმინდა პავლე მოციქული ამ სიტყვებს? თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, თუ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ქრება, მაშინ ჭამოთ, ვსვათ, ვინაიდან ხვალ დავიხოცებით. თუ არ არსებობს არანაირი მიგება, არანაირი სამჟავრო, მაშინ ჭამოთ, ვსვათ. ვიცხოვროთ, ამოვიღოთ მაქსიმუმი თითოეული დღიდან, იმიტომ რომ ხვალ მაინც დავიხოცებით, როგორც იერუსალიმში ლაპარაკობდნენ, საშიშროების წინ. იმავეს ლაპარაკობს წმინდა პავლე მოციქული საუკუნეების შემდეგ თავის სახელგათმულ ეპისტოლეში, მეორე წერილში კორინთელთა მიმართ. აი, შეცდომილი, უпростоრად მამის სახლისაგან წასული, უძღები ძე, უმცროსი ძე, ცდარ გზაზე დამდგარი, წარმოადგენს სწორედ აი ამ ადამიანებს, რომლებიც კლავენ ძროხას, ყელჭრიან ცხვარს, ჭამენ ხორცს, ვამენ ღვინოს და ამბობენ, ჭამეთ, სვით, რადგან ხვალ დავიხოცებით. იყენებენ სიცოცხლეს, რომელიც ღვთისაგან აქვთ მოცემული, ყოველდღიური განცხრომისა და სიტყვოებისთვის. აამებენ ხორცს და არა ღმერთს. ცხოვრობენ ხორცისნებით და არა ღვთისნებით. როგორც ეს
უძღებმა ძემ გააკეთა, აიღო მამისაგან ყველაფერი, მამას უთხრა, მე ხო რაღაცა მერგება მომეცი, ანუ მოკლა მამა. იცით ეს რას ნიშნავს? იმ დროინდელი კულტურის მიხედვით, როდესაც შვილი მიდიოდა ცოცხალ მამასთან და ეუბნებოდა, გამიყევი სამკვიდრო, მომეცი ჩემი წილი. სამკვიდრო როდის იხსნება? რა თუ ამას დიდი იურისტი რომ თქვათ, როდის იხსნება სამკვიდრო? თქვით, როდის იხსნება სამკვიდრო? მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ. ცოცხალ მამასთან მივიდა და ეუბნება, გამიყევიო, ანუ მოკლა მამა. მან აღიარა, რომ მამა აღარ არის. ბევრი ცხოვრობს ის თითქოს ღმერთი აღარ არის, თითქოს ღმერთი მოკვდა, აღარ არის ის. აიღო მისგან მემკვიდრეობა. თითოეულ ადამიანს ღვთისაგან მონიჭებული აქვს მემკვიდრეობა, ეს არის სიცოცხლე, სუნთქვა, რომელიც მას გააჩნია და ყველაფერი დახარჯა ამაოდ, არა ღვთისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. აი, ასეთი მიდგომა გადარჩენის ადმი არის სწორედ ამ პრინციპით ცხოვრება, ვასიამოვნო ჩემს თავს, არ მოვიკლო არაფერი. თითქოს ღმერთი არ იყურება და ის არ არსებობს, მაგრამ არის მეორე, არანაკლებ საშიში მდგომარეობა. ისინი მოქმედებენ იერუსალიმში და იწყებენ გადარჩენას, ოღონდ საკუთარი ძალებით, ისე თითქოს ღმერთი არ არსებობს. შეხედეთ უფროს ძეს. რას აკეთებს უფროსი ძე? მამა ეუბნება, შემოდის სახლში, არ შედის. იგავში ვერ ხედავთ რომ შედის. უფროს ძეს არ უხარია უმცროსი ძის გადარჩენა. მეცაც გეტყვით, იმ დროინდელი კულტურის, ტრადიციის, ადათის მიხედვით, უფროსი ძე თავად უნდა წასულიყო უმცროსი ძმის გადასარჩენად. რომ გაიგონა, რომ უმცროსი ძე ასე ცუდად მოექცა მამას და წავიდა, თუ ის ნამდვილი უფროსი ძმა იყო, უნდა გაყოლოდა, მოეძებნა, თუ არ იცოდა სად იყო და წამოეყვანა თავისი ძმა მამამისის სახლში. გააკეთა თუ არა ეს ამ ძმამ იგავში? გააკეთა? არ გააკეთა. რატომ არ გააკეთა? იმიტომ რომ ეს ძმა არის განსახიერება ფარისევლებისა, მწიგნობრებისა, მერჯულეებისა, ლეგალისტებისა, რომლებიც საკუთარ თავს, საკუთარი ძალებით იხსნიან. უფროსი ძე არის განსახიერება იმ ფარისევლისა, რომელიც ტაძარში შევიდა და ღმერთს ეუბნება, ღმერთო, მადლობა, რომ მე მარხულობ, ლოცულობ, არ ვწოდავ და არა ვარ ისეთი, როგორც აი ეს ცოდვილი. რა თქვა იესომ ამ ფარისეველზე? რომ ის ჩამოვიდა ტაძრიდან გამტყუნებული, ხოლო მეზვერე, რომელიც ამბობდა, შემიწყალე ღმერთო მე, მას არც არაფერი ქონდა კეთილი საქმეები, რომ მოეტანა ღვთის წინაშე, ის ჩამოვიდა ტაძრიდან გამართლებული. ორივე საშიში გზა, ერთს ქვია საკუთარი ძალებით, საკუთარი დამსახურებებით, საკუთარი საქმეებით გადარჩენის მცდელობა. ესეც ცოდვიანი ბუნების გამოვლენა, ესეც ამპარტავნება. ეს არის პრაქტიკულად მცდელობა ადამიანმა საკუთარ გადარჩენაში ღმერთის როლი იკისროს. ღმერთს დაემსგავსოს, იმიტომ რომ მაცხოვარი, როგორც წმინდა კირილი ამბობს, ღმერთია. ღმერთია მაცხოვარი. სხვა არავინ არ არის მაცხოვარი. წმინდა პეტრე მოციქული ამბობს, ცნობილ მუხში, საქმეების 4:12, ერთი სახელი მოგვეცა ჩვენ ცის ქვეშეთში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და ეს არის იესო. ჩვენ გვყავს სხვა უფროსი ძმა. განსხვავებით იმ უფროსი ძმისაგან, რომელიც იგავშია მოცემული. უფროსი ძმა, ასე არის ის წოდებული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში. არა იმ თვალსაზრისით ძმა, რომ ჩვენ ღმერთები ვართ. არამედ ღმერთმა თავისი მადლით გვიშვილა. იმ თვალსაზრისით, რომ ღვთის ძე ჩვენ დაგვემსგავსა და ერთი ჩვენგანი გახდა. იგავში უფროსი ძმა უნდა წასულიყო უმცროსი ძმის საძებნელად და მამასთან მოეყვანა ის. მაგრამ ჩვენ გვყავს უფროსი ძმა, რომელმაც მიატოვა ზეცა, მამის სახლი და გააკეთა ის, რაც არ გააკეთა ამ იგავში უფროსმა ძემ. წავიდა და მოძებნა დაკარგული ცოდვილი. თავისი ხარჯებით, თავისი სიცოცხლის ფასად. მან გადაიხადა საზღაური ჩვენი გადარჩენისა, იცხოვრა ჩვენი ცხოვრებით
მას არ ქონია არც ერთი ცოდვა, მაგრამ ჯვარზე ჩამოეკიდა როგორც ცოდვილი. მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. მან დაღვარა სისხლი, რომელიც არის საკმარისი საფასური ჩვენი ხსნისა. ის გაღატაკდა, იმიტომ რომ ჩვენ გაუნდიდრებულიყავით. აი ასეთი უფროსი ძმა ყავს. ხოლო ჩვენ ყველას ღმერთი გვიწოდებს მის ძმებს. როცა იესომ მკვდრეთით აღდგა, რა თქვა? წადი და უთხარი ჩემს მონებს, თუ ჩემს ძმებს. მე მივდივარ თქვენს ღმერთთან და ჩემს ღმერთთან, თქვენს მამასთან და ჩემს მამასთან. მაშასე სად ვართ ჩვენ ხილვათა ხეობაში? შეიძლება ჩვენც ავედით ერდოზე და უკმიეთ უცხო ღმერთს და მოვეკეცით ამ უბედურების ორომტრიალში. ჩვენ უყურებთ სიკვდილს და ვიცით, რომ ცოდვის გამო არ აღწდება სასჯელი. მაგრამ რა პოზიციას ვიჭერთ? რა დამოკიდებულება გაგვაჩნია ჩვენს გადარჩენასთან? ხელს ვიქნევთ და იმედს, ყველანაირ იმედს შორს ვიტოვებთ და ვამბობთ, მაინც დავიღუპებით და მაინც არაფერი არ გვეშველება. თუ ჩვენი საქმეებით ვიწყებთ გადარჩენას, ან კიდევ რაც ყველაზე სასახელოა და მისაღები, ვუყურებთ მხოლოდ ქრისტეს, ჩვენთვის ჯვარცმულს და მკვდრეთით აღმდგარს, იმისათვის რომ გადარჩით და მივიღოთ სრული კურნება მისი ღვთაებრივი ხელებით. ამინ.